მათემატიკაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების კონკურსის მეორე ტური დაიწყო. მასში რეგიონის მასშტაბით პირველ ტურში მონაწილე საჯარო და კერძო სკოლებს შორის გამარჯვებული 8 გუნდი მონაწილეობს. გუნდები მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული. კონკურსის მეორე ტური, როგორც წერით, ისე ზეპირ შეჯიბრს ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ 3 რაუნდს მოიცავს. ეს არის გუნდებისა და გუნდების კაპიტნებს შორის შეჯიბრი ამოცანების ამოხსნაში და წყვილებს შორის მათემატიკური თამაშობები. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სამივე რაუნდში მიღებული ქულების ჯამური მაჩვენებლის მიხედვით გამოვლინდება. ისინი დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსი, რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს, კონკურსებისა და ოლიმპიადების ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება. მეორე ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხვალ გაიმართება. ბავშვები თავიდანვე ჯგუფურ მუშაობას, ერთიან მუშაობას და კოლექტიურ მუშაობას და მსჯელობას ეჩვევიან. გადმოვიღეთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, წელს არის მინდა გითხრათ საცდელი ვარიანტი. მინდოდა ამ პროგრამით თუ გაგვესაზღვრა რაიონების, ქალაქის, ბათუმის დონე მე-5 კლასიდან უკვე თუ რა დონეა მომზადების სხვადასხვა საგნებში. თუ რა პრობლემები გვაქვს, რაში გვაქვს წარმატებები და შესაბამისად სამომავლოდ რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. რეალობა მგვანახა მათემატიკაში, რომ ქალაქის სკოლებია ძირითადად ამოყრილი, გამარჯვებულები ისინი, რომელიც არა ტრადიციული აჭარისათვის, იმიტომ რომ ყოველთვის მაღალმთიანეთში ამ მხრივ იყვნენ უფრო შედეგით კარგად წარმოდგენილი ახალგაზრდები. ასე რომ ეგეც ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელია, სამოქმედო არის, თუ რა გავაკეთო და როგორ გავაკეთო. ჯგუფური მუშაობა არის, ეს არ არის კლასიკური ტრადიციული ტური. ანუ მათ უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის დაჯერება. ჩვენ მეორე ტურში გადავედით, ძალიან მიხარია ეს. ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები ყავს, რადგან ისინი არიან ძალიან ჭკვიანი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გავალთ პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე.